და კვლავ შევიდა სინაგოგაში. იქ იყო კაცი, რომელსაც ხელი ჰქონდა გამხმარი. უთვალთვალებდნენ, ხომ არ განკურნავდა შაბათ დღეს, რომ ბრალი დაედოთ მისთვის. უთხრა ხელგამხმარ კაცს. შუაში დადექი. მათ კი უთხრა. შაბათ დღეს კეთილის კეთებაა ნებადართული თუ ბოროტისა. სულის ხსნა თუ დაღუპვა. ისინი დუმდნენ. იესომ რისხვით გადახედა მათი გულქვაობით დამწუხრებულმა და იმ კაცს უთხრა. გაიწოდე ხელი. მანაც გაიწოდა ხელი და მოურჩა ხელი. ფარისევლებმა გამოსვლისთანავე მოითათბირეს ჰეროდიანებთან ერთად მის წინააღმდეგ თუ როგორ დაეღუპათ იგი. იესო კი თავის მოწაფეებიანად ზღვისკენ გაემართა. მას უამრავი ხალხი მიჰყვებოდა გალილეიდან და იუდეიდან. იერუსალიმიდან, იდუმეიდან, იორდანეს გაღმიდან მრავალი ხალხი მოვიდა მასთან ტვიროსისა და სიდონის სანახებიდან, როცა შეიტყვეს რა მოიმოქმედა მან. თავის მოწაფეებს უთხრა, რომ ნავი გაემზადებინათ მისთვის, რათა ხალხს არ შეევიწროებინა იგი. რადგან ბევრი განკურნა მან, ზედაწყდებოდა ყველა, ვისაც რამ სნეულება სჭირდა და ცდილობდა, რომ შეხებოდა მას. არაწმიდა სულებიც, როგორც კი მას დაინახავდნენ, ეცემოდნენ მის წინაშე და ყვირილით ამბობდნენ. შენ ახარზე ღვთისა! იესომ კაცრად უშლიდა მათ, რათა არ გაეცხადებინათ იგი. შემდეგ მთაზე ავიდა და მოუხმო, ვინც მას სურდა და წავიდნენ მასთან. 12 ამოირჩია, რომ მასთან ერთად ყოფილიყვნენ, რათა გაეგზავნა საქადაგებლად და რათა ჰქონოდათ მათ განკურნებისა და ეშმაკების განდევნის ხელმწიფება. ამოარჩია 12. ზედმეტ სახელად მისცა სიმონს პეტრე. იაკობს ზებედესას და იოანეს, იაკობის ძმას უწოდა ბანერგეს, რაც ნიშნავს ქუხილის ძეებს. ანდრია და ფილიპე, ბართლომე და მათე, თომა და იაკობ ალფესი, თადეოს და სიმონ კანანელი და იუდა ისკარიოტელი, რომელმაც გასცა იგი.